დამოკიდებულება არ არის ადვილი. თავისუფლება ჩემთვის, მაგრამ ეგ არ ნიშნავს დამოუკიდებელი ხარ. მაგალითად მე ახლა არ ვარ თავისუფალი. იმიტომ რომ აქ ვზივარ და უნდა ახსნა რა არის თავისუფლება და დამოუკიდებლობა. დამოუკიდებლად ჩაცვა, დახურვა, ან დამოუკიდებლობად პასუხის გაცემა, ან დაფიქრება. თქვათ სკოლაში ხარ და სხვისგან იწერა და არა შენ თვითონ ფიქრობ. შენ თვითონ თუ გააკეთებ, უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე სხვისგან გააკეთო. დამოუკიდებლაზე როცა ვაპარაკობ, ჩემი თავი მახსენდება. თვითონ რო აკეთებ რაღაცას, ჩემთვის არის რომ ვინმე უფროსი არ გადაგიწყვეტს, ანუ გეგმებს არ გიწყობს და შენ არ თვალისწინები მის რჩევებს. ადამიანს მარტო არ შეუძლია რომ გახდეს თავისუფალი, ამაში ვინმე ხელი უნდა შეუწყოს. მაგალითად მე ახლა არ ვარ თავისუფალი. იმიტომ რომ აქ ვზივარ და უნდა ახსნა რა არის თავისუფლება და დამოუკიდებლობა. შეიძლება მისგან განთავისუფლდე რა, იქიდან თავისუფალი ხარ. მაგრამ ეგ არ ნიშნავს დამოუკიდებელი ხარ. მაგალითად დღეს რომ ვიყავით ექსკურსიაზე, თავისუფლება მანდ მქონდა რომ იქ თან ვარჯიშობდი და ჰაერი იყო, სუფთა ჰაერი და ძალიან მომწონდა და ჩემთვის ეგ თავისუფლება იყო და ძლიერად ვნებდი თავს რა. ძალიან ცუდი შეგრძნებები მექნება, როცა ვინმე თავისუფლებას ამიგრძელავს. გაუბრაზდები ძალიან. მაგრამ მაინც არ დაუჯერებ და იმას გავაკეთებ, რაც მინდა. მინდორში გოგოს, რომელიც წევს და უყურებს ცას. დგას გოგონა, ხელები გაშლილი, სუფთა ჰაერზე და თმები ესე მიფრიალებს იქით-აქეთ რა და სადღაც მინდორში იყოს ეს ტიპი და ის რაღაც თავისთვის აკეთებს, რასაც უნდოდა რა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ის ქანდაკება რო არის ესეთი. თავისუფლებას ვერ დავხატავდი, იმიტომ რომ თავისუფლება იმდენი რაღაცისგან შედგება, რომ ერთი 100 ფურცელზე ვერ დაგეტევა. ჩემი აზრით, თავისუფლება და დამოუკიდებლობა არის, როცა ქვეყანა არ არის დაპყრობილი.